მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ გადაღებას. ბოლოს როგორც გახსოვთ, გავჩერდი, რომ ჩვენი მადონა იყო წასული ბოლო ბრძოლაზე ამ ფრაქციასთან, რომელსაც ქვია Thousand Mouse, ხო. რაღაცები შემიძლია, ხო, defensive lines და თემები და ამათთან კიდე ორი ძამი შემოგარგო. ვერ ხედავ ამათ? აშკარად ხედავ. შეგვიძლია trade agreement-ი, ძალიან ბევრ ფულს გვაშოვნინებს. ამათაც trade-ი, ბევრი ფული. თან ფულს შოულობ და თან ამათ რეგიონზე ხედავ ყველაფერს. ამათ ყველაფერი შეუძლია თორში ჩემი. საგულძმო, მაგრამ ჩონჩხებთან არ ღირს ახლო ურთიერთობის დაჭერა. ამათთან შემიძლია ასევე trade-ი. და მოდი ესე რომ დავალაგო. ვისთან შეგვიძლია ყველასთან გვაქვს გაცვლები და ფულით შემოდის ოჯახში. ამას შევუწევ, ოღონდ პრობლემა არის, რომ ყავს ეს giant pulse-ები, ანუ გიგანტური მგლები და აუტოზე კიდე საშნელება შედეგს გვაძლევს და მოდი ცოტა ფრთხილად მოვეკიდოთ ამ ბრძოლას. და ფრთხილად მოვეკიდოთ, რადგან დიახაც აი ეს მგლები შეჭამენ ტვინს. თუ არ დავაფოკუსებთ მაგათ. ამიტომ აი გამად დავაყენებ ეს ორის ასე. თქვენ უთხნი აქეთ წამოხვალთ და თქვენ მონით თქვენ შეტევაზე მოდიხართ? არა. ახლა ვიზამარი რომ აი ჩავაგდებ პირველ იმას უეჭველი. გავდი. ნახომის. და მგონი კიდე ერთი შემიძლია. არ შემიძლია, რა თქმა უნდა. არ შემიძლია რომ არა, აღნიშნო რომ არ შემიძლია. აი გამას ვისვრი. თქვენ რა შეგეხებათ? მოდი უკან წავალისე. ნახომის. გამას ჩამოვყრი. და მეტი ის არა მაქვს შე. ოკეი, თქვენ წამოდით აქ. გავიშილები. თქვენც უკან წამოდით. თქვენ ვაფშე აღარ მჭირდებით. და თქვენ ნელა შეგიძლიათ ესროლოთ ამათ. შორიდან არასწორულად. ეს მგლები არიან პრობლემა. და მე მინდა სულ ცოტა დაოდენი მეჯიკი რომ აი ეს ჩავრთო კიდე. მაგრამ არ მოგვიწია. გადავრჩით. ეხლა ამას დავასრულებ და აქ მაქვს ხა ორი არჩევანი. პირველი რომ დავიპყრო, ანუ გავძარცვა რომ დავიპყრო, ან პირდაპირ გადავწვა. და ვერ გეტყვით რომელია სწორი არჩევანი, იმიტომ რომ სიტყვაზე რომ გადავწვა, ოდნა უკან დავიხევ. და რომ გავძარცვა და დავიპყრო, უკან ვერ დავიხევ, მაგრამ აქ არ მია როგორც ხედავთ და შეიძლება პირდაპირ ჩემთან მოვიდეს. მაგრამ მე გავრისკავ. მაგაზე პრობლემა არ მაქვს. დაჟე ვერც მიდივართ, იმიტომ რომ ეხლა გამახსენდა პირდაპირ აქედან ავედით. თქვენ ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში ხართ, ამიტომ თქვენთვის ვიარჯობებს, რომ აი გამოხვიდეთ და შემიდიოთ მე. კარგი. ესენი ჯერ არაფერს არ აკეთებენ. და მოდი შემდეგი ჯერი დავიწყოთ.
დიახ, აი ესენი გადმოვიდნენ შეტევაზე და თუ დავაკვირდებით ამათი გარნიზონი შეიცვალა უკვე, ანუ დასახელება ისევ ნაგარონდი გახდა, ტყობა კონფედერაცია მოახდინეს, გაერთიანეს სამეფოები, რაც სრულიად ლოგიკურია. რა საინტერესო ადგილია საბრძოლველად. არაფერი აქ არ ხდება. ოდნავ შემაღლებული ადგილები არა. ოდნავ შემაღლებულია ეს რაღაცა მაგალითად. და ამათ წავიყვანთ წინ. так, შენ წამოხვალ აქ ამასთან და თქვენ სამი დარჩებით უკან. პრობლემა რა არის ახლა აქ? პრობლემა არის ცხენოსნები, ხო? ამიტომ უკან წამოხვალთ ყველანი. ამას არ დავაკვირდი, რომ არ მოგატყუოს. ცხენოსნები იყვნენ თუ არა? თქვენ ასე გადაეწყობით. так. ორი წამი, რა ხდება? ეს მინდა რომ მოგდეს. ოკეი. თქვენ ორი წამოხვალთ აქ. თქვენ ორი წამოხვალთ იქით ამ ხაზს. აქ კიდე ჩამოყრი ამებს. მედია მოხდება, მშვენიერი. აქ ამებს გავაკეთებ. აქ ჩათლახობას აქვს ადგილი. თქვენ ამას დაუშვით, თქვენ ამას და ცხენოსნები წამოვლენ ეს. იგივე ვარიანტი ამ ცხენოსნებისთვის, თქვენ ამას ისუთ უბრალოდ. აქ რასაც ხედავ არის, რომ ეს უნდა ჩავატარო და ამანაც ის უნდა ჩაუტაროს. და ისიც ეს როლოს რატო არა? რა პრობლემაა? მოკვდა. თქვენ პირდაპირ რეისით ალბათ ეს წახვალთ. თქვენ კიდე უკმართულებით არით. ესენი აქეთ გადმოვიდნენ. თქვენ უნდა ჩართოთ უკვე ხელჩართული ბრძოლა ამათ წინააღმდეგ. თქვენ ჩამოყრით ამებს და წესით უკვე მოგებულია ყველაფერი. მშვენიერი. რაღაცები მოგვიკვდა, მაგრამ ბოლომდე არა. 60 კაცი, ოკეი. სხვას ვერაფერს ვერ ვიზამდით უკეთეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცხენოსნები ყავდათ 1, 2, 3. აქ ავუჩიოთ, მოდი მეტი ფული. და თქვენ რაც საქმე შემოთავაზოთ, შანსი არ დაგტახდებით. ორი 1940 და ჩვენ გვაქვს 1940. ანუ შემდეგ ჯერზე უკვე ჩვეულები. აი აქ რა ხდება? თქვენ წეგან არ მოგკალიით. და ისინი ვაფშე სავსე არის, ხო არ გადააყოფ, ძალიან ბევრია. კარგი, იგივე ბრძოლას ვაკეთებთ, ჩათვალეთ ოღონდ მეტი ცხენოსნებით და ჩემ პირველი დარტყმაც მაგიური წავა ცხენოსნებზე. ან ლორდის კაი თემა. აი აქ რას ვაკეთებდი, ესე თქვენ სამი უკან და ცხენოსნები ცოტა ეს.
ორი წამი მე ხა შენ მინდა რომ აი ესე გააკეთო. და წეღან რა შეცდომას დაუშვი ის იყო რომ მეჯიკი არ დავაგროვე და ეხა დავაგროვებ. თან დავზვი რომ რასაც ხდება როგორ ხდება. კაი, პირველი აქ წავოდა ესენი მე შესაძლებელი. ახლა თული თემაა ეხა. მათ ვერ მიწვდები ამით. ორი წამი ეს რას უმატებს? Extend effect duration. რომელიც ძვირი ირსა. გამგონი საკმარისად ველოდე. ოპ. რაღაცა საკაიფო დავიცილე. მაგრამ ეხლა აღარ ავიცილე. მაგრამ აი თქვენ მინდა რომ ბიჭო მეურებს უმიშლით. კაი. დავწყნარდეთ ცივი წყალი დავლიოთ. ეს ყველაფერი უცებ უნდა ქნა ეხლა და წამოდი. წამოდი შენ წამოგიყვანა ეშაბო. გავხილოთ და ჩვენი ცხენოსნები ამათ წკაპ. აქ რაღაცები ჩამოიღრება ბიძია რომ იცოდე რა და ესე უპატრონო მუგონია ეს კაცი. ყველა ერთიანად გამობრუნდეს უკან, იმიტომ რომ კაი ცხენოსნები მოკვდნენ. ეგ არაფერი. დავარიოთ ჩვენი ლორდი ცოცხალი. უკან. ეხლა თქვენ ორნი შენ ცხენოსნებზე გადახვალთ. შენ ჩემო კარგო. ჯერ ამას გავაკეთებ. მე რეგიდი ამას. კაია. თქვენ გადარჩით? ხო არ გადავალ ეს ძალიან მოულოდნელი რაღაცა იყო. აქედან რაღაც ჩათლახურად გვივლის და თუ გონია რომ ვერ ვამშნებ ძალიან ცდება. ორი წამი. ეს ვესროლოთ I am lords. Okay. დაძლევს თანებდნენ. კიდე ნახე მეორე ის მოდიოდა პატარა რაზმი. კი მოვიგეთ, მაგრამ ჩვენი ცხენების დაკარგვის ხარჯზე. მოკლედ აი ამ არმიამ ძალიან ბევრი რაღაცა გამოიარა რა. და განსაკუთრებით აი ერთმა არჩერმა რომლებიც დასაწყისიდან მოუგდებენ და ესე ჩვენთან არიან ერთგულად. მოდი ესე ლუთენ ოკუპაის გავაკეთებ. თანის მოგვემატოს სიცოცხლე და მეტი არაფერი არ მინდა ეხლა. თარა მონდრაგონი ეს ცოტა ფულს კი მოამატებს, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცაა. ასევე ვარცები შეგვიძლია ჩავერთოთ, რაც დაცვას მოგწევს. კარგი, აქ მინდა რა იმოდი ამას ჩავერთავ. იდეა აქვს. მაშინ აი ეს. აი შემდეგი არმია არის ეს. ამას დავანგრევ.
და ეს გაძლიერდა, როდის გამოვასწრო, ოკეი, ავასწავლებ. შემდეგი ჯერზე გადავალუცებ. კარგი, ესენი თუ გვიტევენ, მაშინ შემდეგ ჯერზე ვერ გადავალ. ჯერ ვერ გადავალ, იმიტომ რომ ეგენი დამაუწყდა, რომ მოსაკლავები ყვანან. და ძალიან მალე გადმოვიდნენ შეტევას. ამიტომ ჯერ მე შევუდგა. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აი ესე წამოყვალთ. ანუ რა სისულელია ეხლა რომ მითხრათ ესეც ნახე, მთელი არმია მყავს. პლუს ესენი. ამას რაღაცა ორი კუანა ისახავს, კენონი და ეს. და მაგის გამო იგებს. ძალიან არასწორი თამაშია ეს. მე მეგონა რომ აი რაღაცა ძალიან მარტივად აუტოზე გავუშვებდი, მაგრამ ეგრეც არ არისო, ჩემო კარგო. Start deployment, okay. ჯერ დავუზვერავ რა ხდება, როგორ ხდება. სამას გახილავს. და აი ამას კი არა. ჯერ თქვენ წამოდით უკან. და თქვენ ორნი წამოხვალთ წინ და დაზვერავთ რა ხდება. ორი ძანი, კაცო, რატომ მესვრით, რატომ მესვრით? ხოთგები გავაშილები ახლა თქვენ ჯინას. მაინც მესვრით, ოკეი. ანუ მე ძირითადად მაინტერესებს ეს ზარბაზანი როდის დახარჯავს ტყუიებს. და ტოპიან მასტებზე დიდად არ უყელო. კაიჭი არაფრის დამხარჯავი არა, ამიტომ არწივი წამოვაკეთ. და პატარა აფეთქებას მოვაწყობ. წამოყვალ შეტევაზე, წამოყვალთ. არ წამოყვალთ თქვენი ოჯობებს. კიდია გაფეთქებთ. კარგი, აქ ახლა მინდა რომ უკიდან მოვუარო და ზარბაზნების თემაში სად არიან და აი აქ არიან ჩემი პატარები. შვენიერი. აქ პატარა აფეთქები რო გავუგზელო შემიძლია ვაფშე. ტოკ ორი წამი. ვიღაცა მოუტრიალდა. ჩემ არწივს ვიღაცა მოუტრიალდა, მაგრამ იმედია გაიქცევა, ხო, შვენიერი. იმედია გაიქცევა ჩემი ლორდიც. აი არწივი დაბრუნდა. ლორდი პატარა აფეთქებით შეგვაშველებს ხელს. აი ამათი დანიშნულება რაც არის რომ მოუარო ამათ გაიქცნენ და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ თოფია მასტებთან. შეუნდა გახილო არწივი. და აი პრობლემა სად არის ახლა ეს თავარი ლორდი
არის მოსაკლავი. აქ ნადრევად მოგვივიდა აფეთქება. ცირა წინაზე რო ქარწივი გაუშვი ძალიან სულად დაამთავრა ამარწივა, ამიტომ თქვენ უკან წამოდით. აი თქვენ მივხვდით ახლა ამ ლორთან. ამარწივმა რა დააშავა ასეთი რომ 9 ჯერ ესროლეს და 9 ჯერ დააკლდა ეს ცოცხლე. არ ვიცი. ერთი პატარა აფეთქება არ გვწყენდა. რაც შეეხება გახილვა საუწმე. უიმე რომ ხილა რაღაცა ქონია. ტაკ. ანუ ეს ლორდი რო არ ყვება მაგაზე, მაგრამ ვღადაობ. ყველაფერს ვაკეთებ, რა ვიცი. და full HP-ს მამ ხო არ მეღადილავები, არა ეს full HP როდის მოასწრო ეგ მაინტერესებს უბრალოდ და ეს ბოლო მონაკვეთი. კარგი, მოდი აქ ხილი ჩავაგდო ჯერ ამათთან. ანუ დიდ არმიაზე არ ველავ ახლა, იმიტომ რომ თავარია ლორდი გადარჩეს. და როგორც ხედავ ეს ჩუმად მოშათლახობს. არ გამოგივაში არასწორო. კაი, ეს გავხილო. ეს თუ მოკვდა ეგეც საკითხავია. კარგი, ეს ლორდი როგორც ჩანს, რაღაცა უკვდავი ფენომენია. ამათი მოკვლის ლორდის მოკვლის ერთადერთი გზა არის რომ ჯერ ეს მოკლა. რომელსაც აი რენდომზე რაღაცნაირად ცოცხლე ევსება. ეს ხო ძალიან სისულელია ხარ რომ მაგას ასე ჰაერზე ევსებოდეს სიცოცხლე. ნუ გინდათ ამათ. შერასაკეთებ შესაწყალო, შენ მოგიკვდი მე. გაიქეცი სანამ დრო გვაქვს. ამის სიჩქარე არის 35, ამის სიჩქარეც არის 35, მაგრამ ეს თამაში რო ვიცი მე დაიწევა. სასწაული სამებრო. ვერ მოვიგეთ რა, მაინც ეგრე გამოვიდა ლორდის გამო, იმიტომ რომ სამჯერ გაიხილა. მაგრამ ეხლა კარგი თემა ის არის, რომ ცოტა ხალხი ყავთ დარჩენილი და კლაჩეტევაზე ვერ გადმოგვია. ხომასია. ანუ მე რო ახლოს დავდგე. ამათ შევეკედლები, სადაც არაფერი აღარ დგას. და ესენი არიან 2-15 კაცი არის და ეს კაციც. ოღონდ აი მას ხილის საიდან აქვს, ძალიან მაინტერესებს. უყურე შენ ამას. დაჟე ისეთი ხილი აქვს, რომ მკვდარს აცოცხლებს. აი ესე იგი, როგორც ვამპირი, ისე მოქმედებს რა. ანუ ვამპირების ფრაქციას აქვს იგივე ვარიანტი, რომ მკვდრები შეუძლია გააცოცხლოს. აი ხა მე აქ ამას ავიღებ. მაინც. ეგდუს რას მიშლეს. და ესენი ძალიან სულ მოიწევენ აქ. ვაფშე რა ჯანდაბა უნდათ ვერ ხვდები. მოდი უბრალოდ არა აგრესიულობა შევინარჩუნოთ. შემოკარგო. არ მინდა არაფერი შენგან. და ეხლა კი დავასრულებ თურმს და ვნახოთ აი ეს რას იგზავს ეს ლორდი.
აქ ამოსულან უკვე ამათ კი შევეჯიბრებოდი, მაგრამ აზრი არ აქვს, ჯერ ესეთი ვერ მოვუგებთ, მაგრამ როც მოვუგოთ. არა, როც მოვუგოთ რა, კაია თუ მოვუგებთ, მაგრამ ვერ მოვუგებთ. უბრალოდ ეხა შევეჯიბრები, იმიტომ რომ იქნება ეს კენონები მაინც მოკლა რა, ეს ზარბაზნები. დანარჩენზე იმედი არ მაქვს. ვა, ეს უკვე მომწონს, რომ ჩაკეტილი სივრცეა. ეხლა რა შემიძლია არის, რომ ეს დავმალო აი აქ. და ჩაკეტილი სივრცეს რაც შეეხება. აქ დავალაგებ ამათ. ესენი წამოვენ უბრალოდ ტყეში დაიმალებიან. ამას გავაერთიანებ, მოდი ესენი წამოვიყვანოთ. და როგორც ხედავთ, ესენი დატოვეს უკან. იმიტომ რომ ამათ სროლა უკვე შეუძლიათ. მაგრამ ეგ იმის გარანტიას არ გაძლევს ჩემო კარგო. ეს უკან გამობრუნდა, ვიღაცები უკან გამობრუნდნენ, რომ სიმონო. აქ სროლა ატყდება, როგორც ხედავ, ვაფშე ვინ არის ჩვენთან ლიდერი? ეს არის ლიდერი, ოკეი. თავარი ეგ არ მოხდეს. თქვენ აქ წამოხვალთ უცებ, ძალიან ტექნიკურად. არწივიც რაღაცა უნდა ქნას ამ არწივმა. კაი, წინა ფლანგს რაც შეეხება, ეს გადმოვა უკან. თქვენს გადმოხვალთ უკან. თავარია ეს კენონები მოკვდნენ და აქ ვაი. ეს ღამურებიც რომ მოკვდნენ, ეგეც ძალიან დიდი პლუსი არის. ამათ მოდი ჩავურთავ ხელით ბრძოლას. და ეს არჩერები ძალიან უკან წამოვიყვანო, ჯერ ესეთი. და მე კიდე ეს ლორდი ყავს მოსაკლავ, ლორდი რა, ჰირო. რომელსაც გონი ჰილი აქვს. იმიტომ რომ ეს ბევრჯერ გაიხილა. ან თავარმა ლორდმა გაიხილა შეიძლება. თქვენ უნდა დაიმალოთ აქ. თქვენ ესვით. არა, საბრძოლველად კი არ მიდიხართ, პროსტო ესვით რა. აი აქ რაღაცა ჩაუტარა. სამხედრო ამას ვეღარ ჩაუტარებს, აი ამ რაღაცას. რაც შეეხება ამათ რითვერ დაიმალნენ, ანუ ამათი მოკლა არ მინდა, იმიტომ რომ როგორც ლორდი ისე ითვლება ამ მომენტში. იმათი ლორდიც მოკვდა რო რამე. აი ხა ამას გავიყვან. და თქვენ ყوامات ესვრით. თქვენც ყوامات ესვრით. და ესეც რომ მოვიშორო, ვაფშე ძალიან მაგარი იქნება ეხა. ოკეი. ვერ მოვშორე, მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი მოვყვა. ეს ლორდი რომ მოვყალი რამდენად მაწყობს არ ვიცი. ოკეი. ნახე არც დაიპყრეს, უბრალოდ უკან გავიდნენ რა, გადაწვეს. ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება? დედაშვილს არ აიყვანს ხელში უკვე ესენი აღარც მახსოვდნენ რომ აქეთ წამოვიდნენ, იმიტომ რომ აქ ერთი ის აქვს დარჩენილი. დავიჯერო მარტო ჩვენთან არიან ომში. აი ამათაც ხვეულები ის წადი რა ეს აიღე რა.
ეს გადაწყვეტ ეგან, ამიტომ აიქ არჩევა მალე უნდა მივიდე. და white peak-ში მივლენ დიდი ალბათობით, სადაც არაფერი არ მდგას, ამიტომ ავიყვან ახალ ლორდს. ახალ ლორდს არა, ცოტა ძველს. მიყავს რო ჯერ მაგით დავუწყო. ოკეი. პრინცი ყავს ხო, პრინცი. პრინციც ყავს და ისა რა ქვია, ბევრი ფულიც ყავს, ამიტომ არ ვერიდები არაფერს. თუ რამე ის აიღეს, მე ამით მივადგებია და არხეული აქვს ბოლომდე. მე რასაც გავაკეთებ ახლა არის, რომ ჩავთავ ამას. ბოდიში პრინცო შენ აღარ გჭირდება არაფერი, ესენი უფრო მნიშვნელოვანები არიან. და აქ რასაც გავაკეთებ არის, რომ ავიყვან. არჩერებს არა, აი მათ ავიყვან. და აქ უნდა ავიყვანო გააჩნია ამათ რა ყავთ. ძალიან რთული ბრძოლებია. არ მომწონს. აქ უნდა ავიყვანო აი ესენით. რაც შეეხება ამის იმაზე ეს ანუ ახალი რიტუალის დაწყება მიწევს და ჯერ მინდა ვნახო ესენი საიდან წამოვიდნენ. გასაგებია რომ ეს სამი რაღაცაა, მაგრამ თავარი ენემისადაა. რატო არის ენემი ისევ და ისევ აქ? შეგიძლიათ ამიხსნათ. და ეს სამი ენემია. აი, არაა პრობლემა. მე ამას ახლა აქ მოვიყვან. და ჩემი სტრატეგია რა არის? აქ მაქვს პატარა რაზმი, შესაბამისად ორივე თუ წამოვიდნენ შეტევაზე. მე გამორთავ მაქსიმალურ რაღაცას რა, ანუ 20 კაცზე მეტი რო არ დაიშვებოდეს ბრძოლაში. და მგონია რომ ეგრე მოვიდებ. აქ კიდე რაც შეეხება, ეხლა მომემატებოდა აი ეს. თქვენ სულ დამავიწყდით ხო, ვერ გეტყვი, მაგრამ აი ესე წამოვალ ხა. შემდეგ გაჩერება აქ იქნება და აი ამათთან ბრძოლას მოგვიწევს და აუ რამდენი ხართ? ღმერთო ჩემო, შეხედე აქ კიდე ერთი. ღმერთო ჩემო. მაგრამ ამას არ აუშავს, ეს არის აი აქ გარშემო წრე რო აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ არის არკი არის კიდობანი. რომლებიც მიწაზე ვერ ამოდიან, ანუ წყალში უნდა იყო რომ შეგიდიან. კიდე არ აუშავს. აქედან კიდე უნდა მოდიოდეს ესეთ არმია. იცოცხლე გენაცვალე. ეს ორივე მიდის სარტოზასკენ, სადაც დაგჭირდება ლორდი. ავიყვანთ ამას. და დაგჭირდება მეტი მეისრე. და დავასრულოთ ტურნი და ეხლა გველის ყველაზე სასტიკი ბრძოლები მოკლედ. ამას არ აუშავს. აი ეს მაინტერესებს, კაი გადავიდა, აი ესენი რაც იცამენ, ეგეც მაინტერესებს. პრასტოიზი აქ ამოვიდნენ. ამათ მე ის გადაწყვეს, ოკეი. ჩემ ფეხებს ვიზამთ. და ესენი ჩვენთან შეტევაზე, რომელსაც ავტოზე არ გაუშვებ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჰელქენონებს გონია, რომ ჩემი არწივით დავლოცავ. და დანარჩენი მე უკვე არ ვიცი რა ხდება აქ. მთავარი პრობლემა რაც არის, ეს არის ჰელქენონი. აი ესე განლაგება ცოტა ცუდი მაპი შეხვდა. ეს მაპი არ მიყვარს.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეხლა დავალაგოთ ჩვენი არჩერები. იმდენი არჩერი გვყავს. რა ვიცი. აქ ესენი და ერთი აქ ჩავსვა, ერთი აქ ჩავსვა შუაში და ტირიონი ვაფშე შუაში. თქვენ ორი იდგებით უკიდურესობაში, რომ ჰელქენონები დამიბრიგოთ. რას აკეთებ, ძმაო, ესენი არ ჩანან? ხო არ გადავა. ანუ თან მაწყობს, თან არ მაწყობს. ამით. მაგრამ ეხლა აშკარად ჩანა. თუ არ ჩანა. კაი, დღისკენ წამოვიყვან ამათ, იმიტომ რომ თვალ ჰელქენონებს არ დაუხვედრო. ეხლა შევაპაუზებ, ესენი წამოვლენ აქეთ, თქვენ წამოყვათ წინ. ესე ძალიან მარტივად შეხედეთ. რა კარგად ხვდება. გენაცვლე. თან ორი ცალი არის იმენა. გემრიელესი შოთებია. კაი, ამას არა უშავთ ტირიონს მოხდეს. თქვენ წამოდით წინ და თქვენ შეუდევთ ამათ. ჰელქენონები, აი, ეს ორი წამი პაუზა უნდა ავიღო. ბოდიში მეგობარო, შენ ყვდები რო იცოდე. კაი, ერთი არწივი ეცემა ამას, მეორე არწივი ეცემა ამას. ეხლა რა თქმა უნდა ზემეთი ბაზარი. შენ ჩერდები აქვს ცოტა ხანი. შენ პატარა აფეთქებასაც ყოფ. შენ დაცვაზე. შენ ამას ჩართავ ხან ახე. ვითომ რაღაცა გააკეთა. თქვენ აქ პატივისცემით უკვე აღარ აქ რა ხდება? არ ვიცი ჯერ, აქ რა ხდება? აქ უკვე ვიცი რა ხდება. მეორე ადგილიც მაქვს აქ გაჩენილი და აქ რა ხდება ეგეც ვიცი. თქვენ წამოდით აქეთ ამ ხარეს. კაი, ამან ის მოკლა და გამიკვირდა რომ მოკლა. შეეხება აფეთქებებს, ესეც გვჭირდება, ოღონდ ჯერმია რომ ყველა მივიდეს ტირიონისკენ. ეს მთელი არმია, ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს. სასწაული. რაც მთავარი მაქვს აქ მომზადებული. ესე რომ ჩაურთო და მგონი ხალხი მაინც გვეკარგება იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ფრონტი არ აქვს. შენ დაეცი და ეხა როგორც დაეცი ისე გამოდი უკან, შენ წამოხვალ აქეთ. შენ ამას უნდა მიხედო. და მგონი ნებდებიან. ჩემი არწივები თქვენ გენაცვალეთ, აი ამათმა გადამარშინეს ეხა მე. თქვენ ამ ლორდს კი არ კლავთ, ასუსტებთ. ერთი აქ მოდის, ერთი აქ მოდის. შენ აი მას დაეწევი, მირჩევნია და არ ამას ვერ მოკლავს. მაგრამ აი ესენი მოკლავენ. ყველა არჩერი ვესვით აი მას. აი ურემს მართლა ურემია. კაი, ამაკ რა ხდება? ლორდი. წამო, აღარ გინამედი, აღარ ესროლო. თად არმია რომ მოკლას. და ბევრი ხალხი არ დაგვაკლდა ეხლა. რა ვიცი. ჩვენი ექსპერიენსი იყო. ო 39 მარტო. ეს 39-იც არის ეს შუბიანი და ისრიანი ხალხი. კაი, ეს როგორც ხედავთ, უკვე ძალიან შესუსტებული არმია არის, მაგას მოვკლავ, მაგრამ აქ მესამე არმიაც იყო. მესამე უშუალოდ ეკუთვნით ვირთხებს. იასნა ფული.
აი ხა სანაძლეოს ჩამოვა, რომ აი მან რომ ამას შეუტიოს წააგებს. გეფიცები მართლა. ნახე, შეხედე. გვიღიც რა, გვიღიც. აი სასასტიკი რაღაცა აქვს. გვიღიც, ეხა გეტყვი რატო გვიღიც. იმიტომ რომ ეხლა ყავს ძალიან ბევრი ცხენოსანი და ცხენოსანი ისრიანი მასტერი. და მაგის ხარჯზე გვიღიც, იმიტომ რომ დანარჩენს ვაფშე უკან დავაყენებ. და აი ცხენოსნები მგონია, რომ აი მათ მიხედავენ რა. ლიშბი აი ეს ორი და ამას დაიკარგია მე ბრძოლის განწყობა და ავტოზე მოკვდება რა. ანუ ნახეთ ეს ვაფშე უკან ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი ამდენი ის არის წინ ჯერ ერთი უნდა მოკვდეს ორწამ თუ რამე უკან გავიქცევი რა, ანუ გაქცევის საშუალება არის. ანუ ნახე რამის უმატებს. ну საერთოდ არა ის სახარბიელო რაღაცა რომ ძალიან ბევრი უმატება რა. კაი 7 რა, 7 კაცია დარჩენილი მით უცებ. მეორე არის ეს. ახლა უნდა გავაკეთოთ. აი ესე უნდა ეგონოს რომ უტევთ, გაჩერდება ცოტა ხანი დროს მოვიგებთ. ესენი როდის წარმოიშვნენ და რა წარმოშობის არიან და ასე შემდეგ არ ვიცი. მოდივარ, არ მოდივარ, გატყუებ. ეხლა უკვე წამოვიდეთ ყველა. ეს ყველაფერი აქ ვინც არის, გაიქცევა უბრალოდ. თქვენ გარბი ხართ. ლორდი არ გარბის ოღონდ. ამას შეუძლია დაჟე ესენი გააჩინოს ჰაერზე რა. კარგი უბრალოდ შევეცდები ახლა ამას ვარბეინოს ხარი. არა ეს აშკარად ეწევა ბიჭო ეხლა ყურბატო. კაი ყველანი გარბი ხართ. დარჩა მარტო ლორდი. და მაინც ნახე რა მინდა გავყდა. ცალკე ისაა პრობლემა, რომ ამ ლორდს შეუძლია, რომ გააჩინოს დამატებითი არმიები შუა ბრძოლაში. რა ორიზონი. ეს გასაგებია. რამდენი ხანი მაქვს ეს? რიტუალებს რო ასრულებ, მე ყველა შენ გიწყებს ომს. გასაგებია, ლოგიკურია. კაი, აქ რო ვირთხები იყვნენ. საწავდნენ ეტა. შეგენაცვალე, შენ გასდახარებას. აქვე ყოფილ ხართ. ნახე რამეს ვამატებ 21%, კაია. თქვენ გასდახარებასთან ცოტა ხალხი მაყდება, რა ცოტა ხალხი, ძმა ლოუ ეწერა. ლოუ კი არა, ძალიან ბევრია. აქ რაც შეეხება, მოდი ამას გავაზიარებთ ალბათსვა. და დაგვჭირდა 18 კაციანი არმია. ამას იმორტალიტი შემიძლია გაუძლიერო უკვე.
ეს ჯერ 17 level-ზეა და აი ისენი იყოს. ეს 9-ზეა და ჯერ არაფერი არ შეუძლია ცხოვრებაში. კარგია თუ აქვე ჩავახშობ ყველაფერს, მარტო ერთი ის მაგ დანაკარგი ეს ერთი აქ მოდის, მაგრამ მეორე სად არის? მეორე აქეთ რატო არის? ამიხსენი თვითონ. კაი, ჯანდაბას, ავიყვან კიდე ერთ არმიას. ვაყავთ Legendary Lord Imrix, რომელიც ერთხელ გამოვცადეთ ბრძოლაში და ძალიან კარგი აღმოჩნდა. ამიტომ ესენი არიან, ამიტომ უფრო დავჭირდება აი ესე. თქვენ არაფერი არ გადაწყვიტეთ აქ, აი მე. თქვენ საწყლებო თქვენა. აი ეს წამოვა ეხა აქეთ. და ეს ლორდი უნდა გავწირო იდეაში, იმიტომ რომ არ მჭირდება. ხო, კი, ძალიან ცუდი რაღაცები აქვს გაძლიერებული. გაწირვაში გულისხმობ, რომ აი ეს ლორდია, ეს ლორდი წამოვა აქ და იმას შეუტევს. ამას მოკლავს და მე ამით ჩემი ლეჯენდარი ლორდით როგორც იქნება. იმიტომ რომ აქ ეს გაძლიერებული და რა ვიცი, ეს არა მაქვს, ოკეი. კაი. ნუ ეს მაგას თავარია და რამენერად მოკლავ ამას. აქ რა ხდება ოღონდ? ამას გავაკეთებ. ამას გავაერთიანებ. და მეტი ეს. ეს დამოუწყო სხვათა შორის რო არ მოგატყუოთ. მაგრამ ოკეი, ამას მოკლავს. ეგ როგორ დამოუწყო? ჩემი მადონა, აი, მერტში. თან იმ მომენტში დამოუწყო, როდესაც ახალი დრაკონი ყავს აყვანილი. კაი, ყველაფერი დგება უკან. გარდა ამ ორისა. ეს მე რეხილავს ამათ. და ნახეთ რა საყვარელი დრაკონია, აი. შეჭმა რომ მოგინდება რა. აი შემიძლია დავაგდო ძალიან მარტივად. დავაგლო ყველაფერი. ამას კი შემიძლია ესე ცეცხლივეს როლა და რა ვიცი. ყველაფერი ნავთი უბედურება. მე კიდე გამოვა გავიხილები. ამას კი აი ამას ვესვრი. ეს ცოტა უკანა ფლანგზე. ძალიან კომპაქტური რაღაცაა რა, წადი წამოდი. უნდა გაიხილე ეს. ნახე, მე სტეროიდებზე შეჯდა მატონაში, კიდე ოპა, ინუცო. აი ეს არის ადამიანი. აქ დავიფხრობ ახლა ამ მიზას. თუ დაპრობაზე არც ყოფილა ეს, უბრალოდ. აქ უნდა მისულიყავი. ეს უნდა ამიღო ვაფშე. არა უშავს. ეხლა ნახე შეტევაზე განმოვიდნენ. ვაიმე, რა საშიშები არიან. და ზუსტად ამ დროს ჩდება ჩვენი მადონა. ამხედრებული დრაკონზე. უბრალოდ აქ ხა პრობლემა არის ეს ბოლტ თროუერები. გიგანტურ შურს რო ისვრიან.
აქ ესე ჩავუჯდები. დანარჩენი უკან ჯერ არ მჭირდება. და ეს შემიძლია რომ უკან მყავდეს. და გახილვა რომ მომიდება, უბრალოდ მადონა ძალიან სწრაფად. ძალიან კომპაქტური კაცია უკვე, კაცია ქალი. აი, ნახე დავაგდები ხა ამას, წამოვალ. ეხლა 12 წამი კი დაველოდები. ამას კი დავაგდებ, წამოვალ. წესით ბევრი უნდა აკლდებოდეთ უკვე ამან. რაც შეეხება ამას ჩამოვყრე კი არ მინანება. აქ ცალკე ხა ამას ჩაუტარებ. ჩამოვყრი. პრობლემა რა არის ხა ამაში? აი ესაა პრობლემა. თან ძალიან დიდი. ტიტუ ნახე რა უყო ბიჭო, შეხედე რა უყო. ეს რო გარბის წესი უნდა გადარჩეს. მადონა იშილება. კამერები ჩამოყრი. და აქ ხელოსნები რომ ყავს, ხო, თქვენ რომ ყავხართ აქ და არაფერს არ მიკეთებთ, არ გინათ რომ წინ წამოყვით. ამას ჩამოვყრი. და ცხენოსნები. აქაც ჩამოვყრი აი ამას. რაც შეეხება ამ ლორს მთავარია ჩვენკენ არ გამოიმართოს მაინც და მაინც. ეს თუ მოკვდა და ეს მოკვდება. ეს ლორდი როგორც ჩანს ჩვენკენ მოდის მაინც. თქვენ მადონათლად OP ჩარაქტერი არ გეგონოთ რა. ანუ ესე შეიძლება მოკვდეს. აი ესე ვიზამე ხა. და ეს უნდა გაიქცეს უცებ. და აი მას დაახდეს. ანუ ერთი კაცი ნახე, ერთი კაცი მიზავს თელ რაზმს. სისულელი არ მინახავს არსად. არ მოიცა. აქ ხა მომიწევს რაღაცეების გადანაწილება, აი მას ჩამოვყრი ჯერ. ოკეი. ეს ჩატლახები თქვენ შემოგევლეთ. ეს ერთი. ესენი გარბიან უკვე. ამათ დავადევნებ. და დანარჩენი დამოკიდებულია უკვე მადონაზე, ამ კაც როგორ მიხედავს. ეს დრაკონის ცეცხლით შეგვიძლია გავასინჯოთ, როგორ მოეწონება. დაულოდები ახლა როდის საივსებ მეჯიკი. თქვენ წამოყავთ აქ, თქვენ სადაც ახართ იქ იყავით. აი ესე დავაგდებ უცებ. დრაკონი? დრაკონი არ აკვდება აშკარად. თქვენ უნდა გაიქცეთ და მადონას ველოდები უბრალოდ როდის აევსება მეჯიკი. ძალიან OP იმპონჩია რომ ეხა ეს შეტევაზე რო არ გადავიდეს ნელა მეჯიკით მიხედავს რა. თავისი მაგია. in action აი ესე. და არ მინდა რომ გაიქცეს ისე უბრალოდ. აჰა. აი ეს არ ვიცი გადაჭა თუ არა.
მაგრამ თუ გავუთვალისწინებთ, რომ თითქმის მკვდარი არმიით ეს დიდებული არმია დავამარცხეთ, მაინც მაგარია. მაგრამ ამის სიკვდილი არ მაწყობდა სწავლით რა. იმიტომ რომ მადონასთვის ძალიან კაი გახილვა იყო. არ მომკვდარა, ის არ მომკვდარა, გარდაიცვალა და აგერ მოდი ფულს ავიღებ მაინც. როგორც გითხარით, აი ეს გაიგიდა ამას. მაგრამ უკან დავიხიდი და აღარ გავუმეკიდა. აი თქვენ რო საიდანაც არ გამოსულიყავით და უცებ ომი არ გამოგეცხადებინათ, არ შეიძლებოდა. შიშ. უკარო დავიხიო რა სიზამთ. მაინც მოხვალთ, ოკეი, მაშინ უკვე სხვანაირად მოგვიწევს ლაპარაკი აქ. უკან არ უნდა მეხია სხვათა შორის აი მან შევწდი. იმიტომ რომ იქ ხლა რო წავაგო მთლიანად მომიკლავს არმიას და წეღა რო წამეგო დარჩენილ არმიას თავიდან შემოხვედრებდა. ამიტომ მეგობრებო, უკან არასდროს არ დაიხიოთ. Puppets of Chaos. გაი, აქ რა ხდება ახლა, იცით? აი ესენი ასეთ განან. და წეღა როდესაც დავაკვირდი, აი ეს ფარიანები რო იყვნენ. მაინც და მაინც ვერ აკლებდა რა ის ჰელკენონი. ჯოჯოხეთის მაშხალა შეგიძლიათ დავუძახოთ. რომელსაც მიხედავს ახლა აი ეს. ესენი მაინც ზაპასკაზე იდგებიან. ოთ აქ დამხარეს. ოპა, ეს თურმე. ოტ-ტ-ტ ეს ამცდა. ეს კაია რომ ამცდა, ისეც ამცდა. ბიჭო, რატომ ესვრის მე გადი იქით მიტრიალდი. გადამრევს ეს. აზე ხარ საიდან მომდევს? აი ზაპასკა მიცი გამოდით უცებ. იმიტომ რომ რაღაცას ნეროს უშლიან. ეს არ მოწყობდა 2 წამი. თქვენ გაქცევა არ უნდა კონდეთ ჩართული და რატო აქვთ ვერ ხვდით. კაი, ზაპასკა წამოვიდა აქეთ მხარეს. და როგორც ყურადღებას აღარ აქცევს მაინც და მაინც ეს. კაი, აქ უცებ რო გავხილულიყავით სამივენი. გურიგო კი არ იქნებოდა. თქვენ დამათესროლეთ. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ თქვენს რო შუბები გაქვთ, მაგის იმედი მაქვს. ჰელკენონი გვდება და შენც მოდიხარ უკან. რაც შეეხება გახილვას, დავაპაუზო ახლა. შეუნდა გაიხილოთ თქვენ ორნი უკან უნდა წამოხვიდეთ. გადამრევს ახლა ეს. ოკეი. ამ დრაკონს ვერაფერს ვერ უზამთ, ხო? ეს ჩვენი ბრძოლა არ იყო აშკარად, იმიტომ რომ ეს გიგანტური დრაკონი არ ვიცოდი რო გავდათ. და 2 წამი.
მომიკლავთ ამას რა გამოხდება რო არ მომიკლავთ. ოკეი. აი რა. Ta. მოიცა ლოდი გამოაჩინო ჯერ. ერთი ორი სამი. წავედი. ბიჭო თქვა ხო გარბოდით და ეხლა რა დაგემართოთ? Ta. წავედით. Ta. ისე წავედით. უბრალოდ აი ამას დაგახვედრებთ მაინც. მაქსიმალური დარტყმა რომ მოგაყენოთ. და მაქსიმალური ხალხი გავიყოლო. და ესენი. წავედი. კაი, წავედი, მაგრამ აი მას მაინც მოკლავ. და ტირიონი. გაცოცხლება ჩაირთო სასწაულისავე ერთხელ შეუძლია ეგ როგორც ვიცი მთელ თამაში. ეხლა კიდე რაღაცეებს ჩაირთავს, კი არ მოერიდება. ტეტ. ეს. ასე. ერთიც მინდა რაღაცა. მოგების დამაგვარი. სიმართლე რო გითხრათ ეხლა ძალიან დიდი შიში ვჭამე. ხოდა არ შეგიმჩნია რა, მეთქი ძალიან მაგარი გამოჩნდებით ხო. მაგრამ აი ძალიან შემეშინდა. იმიტომ რომ თავიდან არ უნდა გავქცეულიყო. და ძალიან გამიმართლა რომ ტირიონს გაცოცხლება აქვს. ოკეი. თავარია რომ ის გადარჩა, ანუ პირველი სამი რო გადარჩა, ეგ ამთავარი რა. დანარჩენებს არ ვღებავ. დანარჩენები ნებისმიერ დრო შეიძლება თავიდან ავიყვანოთ. მაგრამ ვხედავ რომ ვიღაცები გადარჩნენ კიდე Lords and Cigarettes, კიდე ეს მეისრები და მგონი ეს არწივიც. ხო, ეს არწივიც გადარჩა. სიცოცხლის მომოტებას აზრი აღარ აქვს, მოდი ფული მოვიმატო მაგას. ოკეი. ეხლა რა გვინდა აქ? პირველი რაც გვინდა არის რომ ვუტევთ ამას და დანაკარგზე ავღელავთ. ორწამ ის აქ წამოვიდეს და მოდი ორიემ შევუდიეთ. მეშველა. ამას მოდი ვნახოთ თუ უგებთ არა ვერ უგებთ. მაინც შევამოწმე. ხო, აი მას აქ წამოვიყვან უკვე. და ამასაც გადმოვიყვან ესე მარტივად. ამას რაც შეეხება, მოდი გავაძლიეროთ. აქ რო იმრიკა ავიყვანეთ, უილა ავიყვანეთ, ბიჭო მოდი აგერ.
მოდი აქ მარტო 3 კაცი არის, ისეც მოკლა ამას, ხო 3 კაცით კი? აქ სიცოცხლის ამატება არ უნდა ამეღო, შევწვდი უნდა ამეღო მეტი ფული. ეს აღარ მჭირდება. ამას გავაძლიერებ. და წესდეს რო წარმოვიდეს მომკლას რა ოდნავ რომ მომიგოს და მე უკან დავიხო და თავი არ მივიდე. წესით მოვიგებ მე. აი კიდე სად რა მქონდა, ეხლა გადავამოწმო აი ეს ჩემი ძმები ჩემი. ოი, ძალიან ბევრი მაკლდება აქ. ამიტომ ჩემი ვიბრძოლებ. არა, ქაოსი ძალიან ისეთია რა, ძალიან კაი ფრაქცია. აი Mortal Empires ქვია, ხო Mortal Empires-ო დავიწყებ. პირველი აუცილებლად ქაოსს წარმოგიდგენთ. ძალიან საინტერესო ფრაქცია სათამაშო. კაი. მე ხა ამას აქ დავუძებ ამას, ეს თქვენ წამხვალთ აქ, შენც აქზე. შენ ესვრი ამას, მაგრამ 5 კაცია აქ და მოკლავთ რო. ასწავლე შენ ხილავ ამას, ყველა საქმეც არის. და შეგვიძლია ესე. ვა, საკაიფო დაკლებენ ესენიც, საო. თქვენ კიდე ხილავთ შვენიერ. და ეხლა გვდება ლორდი. ამათ გონი რაღაც პატარა ერთეულები დარჩათ გასახილი და მაინც მივალ. და მოდი მეისრებს მოვაკლინოთ ეს ლორდი. ყველანაირი რისკის გარშე რო ვიყოთ მაინც. აი ეს მინდოდა ეხა. ჩვენზე დაიხარჯა მეჯიკი. ამათ ძალიან ბევრი დახარჯა, ხო არ გადავა. ბევრი რა. იგივე დახარჯა, მაგრამ ძალიან ბევრი დააკლდა. No problem. თავარია რომ ამდენი არჩერი არ მოგვიკვდა. და ამ არჩერებს სიცხლე მაინც დააკლდებოდა, იმიტომ რომ ახალი ქალაქის აღებას ვაპირებ. ახალი რა გადამწვარი. და ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მე მინდოდა. კაი, რა დარჩა ეხლა? ეს 1 2 აი სატყოფილი ლამათი ქალაქი. ჩვენ გავაძლიერეთ ტექნოლოგიებში აი ეს რაღაც, რაც მადლევს ხედვას ყველა ფრაქციაზე, რომელიც ესაზღვრება ზღვას. ანუ ზღვასთან არის. რომელსაც აქვს პორტი. ესენი ყოფილან აქ. დასშე ძალიან ბევრი გამოგვიჩნდა ეხლა აქ ფრაქციების სახით. აი აქაც ყველგან პორტები იყო, აქაც პორტები, ასე შემდეგ. და ნელა ყველას ვძულდებით, იმიტომ რომ წინდაც მივიწევთ. -40 გვაქვს ყველგან diplomatic relationship. ამათი აყვანაც მინდა მამეთ რო არ მოგატყუოთ. military alliance შეგვიძლია შევქმნათ. და ესენი რო გავიყვანო, ეხლა რამდენი დამჭირდება ფული. შემიძლია 16,000-ად შემიძლია. მაგრამ დაველოდები ჯერ. რამდენი არმია ყავთ ამათ რო ვთქვათ, ესე გრუპად რო ვთქვათ რა. იმიტომ რომ ხა ეს ამათა რო კონფედერაცია გავაფორმო. ამათან მომიწევს military alliance, okay. აქუნები არიან ამათ ისედაც არ ვევასები? არა, ეს არა, ესენი მაინტერესებდა. ამათ არ ვევასები. და მომიწევს რომ ყველა
ჩონჩხის მასტერთან ესე Tom King-ებთან გავაფორმო Military Alliance. იმიტომ რომ მარტო მაგათ უყვარვარ როგორც ჩანს. დანარჩენები -40. მოდი აქ დავასრულებ ამ ვიდეოს. შემდეგ ვიდეოში უკვე აი ეს უნდა დავიბრუნოთ, რაც ჩვენია. დავიბრუნოთ რა დავიცვათ. მადუნა არ უნდა დამოვიწყდეს, ეს გასახილი მყავს ვაფშე. აი მას ავიღებ. და რო არ დამოვიწყდეს, შე ვერ მოვდივარ. ხო, ამას ავიღებ, მე აი მასაც დავული თავისუფლად, აი 1 2 აქ მესამეც არის. და აი ეს ელფები კიდე ჩვენიანები ძალიან კარგად მიიწევენ, აი ძალიან. ნახეთ. ზოგადად ამ ელფების კამპანიას რო თამაშობ ხოლმე. სულ მარტივად ყვდებიან და აი ახლა, რა ვიცი, აიქაც ძალიან მაგარია. ამიტომ თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და subscribe-ეთ და თუ გაინტერესებთ როგორ დავამარცხებ ქაოსს და ელფებს შემდეგ სერიაში აუცილებლად დაალაიქეთ.